მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დაამფუძნებელსა და დირექტორს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლებელს სახაროვის პრემია ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო გადაეცა. წელს მზია ამაღლებელთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტ ანჯეი პოჩობუტისაც. სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 2022 ოქტომბერს სტრასბურგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა. That the 2025 Sakharov Prize for Freedom of Thought has been awarded to Andrei Pochobut from Belarus and Zia Amlagobeli from Georgia. გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულებს ციხე ემუქრებათ. ამ დრომდე იზოლატორში 14 პირი იმყოფება. მათ შორის 3 ჟურნალისტია. მოსამართლის განაჩენს ელოდება რეჟისორი გიორგი თავართქილაძეც. აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავაკი სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო. აქციაზე პირბადით ყოფნის გამო მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს. მე მგონია რომ წავალ პატიმრობაზე თუ ეს ასე არ მოხდა ძალიან გამიკვირდება. ერთადერთი გზავნილი მაქვს მათთან, ვინც ამას აღასრულებს. მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ვემორჩილები მათ ამ წესებს და ეგრეთ წოდებულ წესებს. ესენი წესები არ არის არც კანონები, ესენი არის შეზღუდვები, რეპრესიული შეზღუდვები. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა პირდაპირ დაუპირისპირდეთ ზუსტად ამ ფორმით და რადგან მე ასე მიმაჩნია, მე მივდივარ ამ ნაბიჯზე. ჩვენ თუ ვინმე გვარქმევს დამნაშავეს, ამის გამო დაივიყოთ დამნაშავეები რა. თუ დამნაშავეა ქეთა ცეცხლიშვილი, ლევან ჯობავა, ანდრო ჭიჭინაძე, მაშინ მეც ვარ დამნაშავე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიმორჩილები მათ რა. მე მგონია, რომ უნდა შევიდეთ ბევრნი, აი იქიდან უნდა გამოვიდეთ ერთად ტრიუმფალურად და ეს ასეც იქნება. მაგრამ პრინციპში გასაგებია რა მტკიცებულებებიც იქნება, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ პირველ რიგში გავეცნოთ აი ამ მტკიცებულებებს, გავეცნოთ იმას, რა წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმიტომ რომ უფრო დიდ სურათში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს ქმედება უნდა შეფასდეს კონსტიტუციის ჭრილში და კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჭრილში და არა უბრალოდ ფორმალური წესების ჭრილში, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაწერა, რომელიც საერთოდ არ არის პატივსაცემი, ვფიქრობ, აი ამ კონტექსტში და მნიშვნელოვანი უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი კონსტიტუციის ჭრილში. აი ამ ჭრილში ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება სხვა გარემოებების გამოკვლევაც, რასთან დაკავშირებითაც აუცილებლად ჩვენ გვექნება სასამართლოსთან შესაბამისი მიმართვები და შუამდგომლობები. გიორგიმ რაც გააკეთა ეს იყო გააზრებული ნაბიჯი ცხადია, იმიტომ რომ დაუშვებელია ქვეყანაში მის ნორმალიზება მოხდეს, რომ გზაზე გადასვლის გამო ადამიანებს პატიმრობა ეფარდებოდათ, ხო? შეუძლებელია ეს ნორმალიზდეს და ამას არ უნდა შეეგოს არავინ. გიორგის ეს მე ვიტყოდი პირდაპირ ძალიან გამბედავი და გმირული აქტი უნდა იყოს мотивация ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ხალხო არ შეიძლება ამაში ცხოვრება. თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საიუბილეო ფორუმი დილიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. ისაუბრეს იმ მთავარ მიმართულებებზე, რაც ამ სამ ქვეყანას აკავშირებს. მათ შორის განსაკუთრებულად აღენიშნა შუა და ერეფნის როლი. აქცენტი გაკეთდა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, განვითარებაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. წლევანდელი ფორუმის თემა ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ზრდა სტაბილურობაში. სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების დამადრულად შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ საკვანძო მნიშვნელობას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და გამტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის პარ ღერსად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ამასთან, საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკაც. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. დღეს კავშირები ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია,
ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად უწყობთ ხელს. სწორედ ამიტომ მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლეა, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება ჩვენს დედაქალაქ სამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს. დღეს სახალხო დღესასწაული ალეგრობა 2025 გაიმართა. სახალხო დღესასწაული 15 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში მიმდინარეობდა. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება, ღვინის კუთხე და მისი დეგუსტაცია, საბავშვო გასართობის სივრცეები და ანიმატორები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელიც ალეგრობაზე იყო წარმოდგენილი. იმღერეს და იცეკვეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადოს ანსამბლებმა. ტრადიციულად დასახელდა 13 საპატიო მოქალაქე, რომელთა ჩამონათვალში სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები არიან. სახალხო დღესასწაული ჯგუფ ურსას და DJ გიგა პაპასკერის კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა. პირველ რიგში მინდა მიულოცო თითოეულ ოზურგეთელს, გურულს, ალეგრობა, ეს ჩვენი ტრადიციული დღესასწაული, მინდა ყველას უსურვო წარმატება, წინსვლა და მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის წარმოჩენისთვის, იმ ღირებულებების ტრადიციების წარმოჩენისთვის, რაც ოზურგეთს, გურიას გააჩნია და ფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო აკავშირებს ადამიანებთან ერთად და მეტი სილაღე და სიხალისე შემოაქვს თითოეულ ქალაქში და თითოეული ადამიანის განწყობაში. ასე რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ მუდმივი მხარდამჭერები ვიქნებით ასეთი ღონისძიებების. ალეგრობა არის ყველაზე უძველესი და ტრადიციული დღესასწაული გურიაში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება გურიის გულში, ოზურგეთში და გამორჩეულია იმით, რომ ალეგრობის დღესასწაულზე ვაჯილდოვებთ საპატიო ოზურგეთელებს. მე მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მიულოცო დღევანდელი დღე მთლიანად საქართველოს, მაგრამ განსაკუთრებით ოზურგეთს და ოზურგეთელ ხალხს. მშვიდობა ოზურგეთს და მეტი განვითარება ოზურგეთს. ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ ქალაქის საპატიო მოქალაქე, სადაც დაიბადე და გაიზარდე. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოეცათ ეს ნამდვილად დიდი ჯილდო და ჩემი აზრით ორმაგად საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის როლის შესრულებისთვის გაძლევენ გურიაში, ოზურგეთში ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ყველას. მრავალი ჯილდო მაქვს, ღირსების ორდენები, 20 საუკუნის რეკორდსმენის ჯილდო, მეცხრებათა აკადემიკოსი, მაგრამ ყველას დიდი ბედნიერება არის, რომ საკუთარ რაიონში დაფასებული და ამ ჯილდო ძალიან ბედნიერი ვარ, რომელიც ჩემს ვერ გამოვხატავ, ისეთ გახარებული ვარ. ალბათ ყველას დიდი ბედნიერებია ჩემთვის ეს ცხოვრებაში. და დიდი მადლობა ამისთვის რაიონს, რომ დაფასეს და ასე მომანჭეს ეს წოდება. გილოცავთ პირველ რიგში ალეგრობას, ულოცავ ყველა ოზურგეთელს. მიხარია, რომ ტრადიციად იქცა ეს დღესასწაული. მიხარია ხალისი სილამაზე შეძინა დღევანდელმა დღემ, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ყოლია. დღის ბოლოს დაჯილდოვდება და გავიგებთ, რამდენი სათაყვანო ადამიანია ოზურგეთში. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ოზურგეთელი ზაზა დამენიას დაბადების დღეა. მისი საფლავი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. კაპრალი ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს ოზურგეთში დაიბადა. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში. 2004 წლის 16 აგვისტოს მან ცხინვალის მისადგომებთან საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალის სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და 3 ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში დღეს 25 ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერს ივერიას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე სასარგებლოდ ანგარიშით 3-0 დასრულდა. 25 ტურის შემდეგ მერცხალს კვლავ 27 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას კლუბი 29 ოქტომბერს ზესტაფონთან გამართავს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.